ნაწილი მეორე. ტკივილისა და სიამოვნების ძალა. აქ ჩვენ შევდივართ ადამიანის ფსიქოლოგიის პირთვში. რობინსი ამტკიცებს, რომ ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ ორი მიზეზით. ან გვინდა თავიდან ავიცილოთ ტკივილი, ან მივიღოთ სიამოვნება. ეს არის ბიოლოგიური იმპერატივი. მაგრამ აქ არის პარადოქსი. რატომ არ იცვლიან ადამიანები ცხოვრებას, როცა იციან, რომ ეს მათთვის კარგია? იმიტომ რომ მათთვის ცვლილების პროცესი უფრო მეტ ტკივილთან არის ასოცირებული, ვიდრე ძველ სიტუაციაში დარჩენა. მაგალითად, ადამიანმა იცის, რომ უნდა დაიკლოს წონაში, მაგრამ ვარჯიში მის ტვინში ასოცირდება ტკივილთან, ხოლო დივანზე წოლა სიამოვნებასთან. რობინსი გთავაზობს ფორმულას: ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ტკივილი ჩვენს სასარგებლოდ. უნდა მივიდეთ ზღვარზე, სადაც ვიტყვით: აღარ შემიძლია ამის ატანა. ცვლილება ხდება მხოლოდ მაშინ, როცა ძველი ქცევის შენარჩუნება ხდება აუტანელად მტკივნეული, ხოლო ცვლილება ერთადერთი სასიამოვნო გამოსავლად. ნაწილი მესამე. რწმენების სისტემა, მაგიდის ანალოგია. ჩვენი ქცევა იმართება ჩვენი რწმენებით. რწმენა არის განცდა დარწმუნებულებისა რაიმე იდეის მიმართ. რობინსი იყენებს მაგიდის ანალოგიას. წარმოიდგინეთ მაგიდა. მაგიდის ზედაპირი არის იდეა, მაგალითად, მე ჭკვიანი ვარ. მაგრამ ზედაპირი ჰაერში ვერ გაჩერდება, მას სჭირდება ფეხები. ფეხები არის თქვენი ცხოვრებისეული მტკიცებულებები და გამოცდილებები. თუ გაქვთ ნეგატიური რწმენა, მაგალითად, მე არასდროს მიმართლებს, თქვენს ტვინს მოაქვს წარსულიდან ფეხები, მოგონებები, სადაც არ გაგიმართლათ. როგორ შევცვალოთ ეს? ნაბიჯი პირველი. შეიტანეთ ეჭვი ძველ რწმენაში. შეარყიეთ მაგიდის ფეხები. კითხეთ თავს: მართლა სულელია ეს აზრი? საიდან მოვიტანე? ნაბიჯი მეორე. შექმენით ახალი მტკიცებულებები. იპოვეთ თუნდაც პატანა მაგალითები, სადაც გაგიმართლათ და ააშენეთ ახალი მაგიდა. ნაბიჯი მესამე. ნეიროასოციაციური განპირობებულობა. 6 საფეხური. ეს არის წიგნის ყველაზე პრაქტიკული და ტექნიკური ნაწილი. რობინსი გთავაზობს 6 საფეხურიან სისტემას ნებისმიერი ჩვევის შეცვლისთვის. გადაწყვიტეთ რა გსურთ და რა გიშლით ხელს. ბევრი ადამიანი ფოკუსირდება იმაზე, რაც არ უნდა. თქვენ უნდა იყოთ კრისტალურად მკაფიოდ სასურველ შედეგთან მიმართებაში. 1. შექმენით უზარმაზარი ბერკეტი. მეორე. შექმენით უზარმაზარი ბერკეტი. ეს ნიშნავს ტკივილის ასოცირებას ძველ ქცევასთან. კითხეთ თავს, რა დამიჯდება თუ ამას არ შევცვლი? ფინანსურად, ემოციურად, გახადეთ ტკივილი რეალური. მესამე. დაარღვიეთ შეზღუდული პატერნი. როცა გინდათ ძველი ქცევის გაკეთება, მაგალითად დეპრესიაში ჩავარდნა, გააკეთეთ რაიმე სრულიად მოულოდნელი. იყვიეთ, გადახტით,